კი, მაგრამ ამას რა გზით აქვს? ხო უნდა ვიცოდე მე რომ არაფერი არ გეცოდინება შენ. მაგრამ მესმის, მაგრამ რომელი სტრუქტურა რომ ჩაგეცნას იკასო. ო, რა თქმა უნდა. იკასო. გვარები და სახელები არ ვილაპარაკოთ იკასოს სნის შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო. ანუ როგორ მოილაპარაკეთ ამ საკითხებზე? შეიძლება რა. პრემიერის განაცხადებებით თქვა შეუძლია გაუნულო, შეუძლია რაღაცა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავართ, ეხლა ვიდეოები ჩატარებდა პრემიერს მაგაში არჩევენ. შეიძლება გაცხადებას ეს ორი ახალგაზრდა და რა შეიძლება გაცხადების ნომერს მამაც აიღებ ვალდებულებას, რომ იმ ფულის დაბრუნების შემდეგ 700,000 ლარს უღდი ამკაც. თუ შეავალ დაგირეკავთ რა და ან დღეს გადმოგცემთ ან ხვალვებიან რა. იმ ანგარიშზე კურამის? იმას ეგრევე გამოვა $10,000 და ლაპარაკი არ არის. თქვენთვისაც უკეთესია. ურთიერთობისთვისაც უკეთესია. აბარა. საქმისთვისაც უკეთესია. პირდაპირ ეს აიღეთ და შეიტანეთ იმ ანგარიშს. ამ კვირაში ყველა ვარიანტი წერილი უნდა შევიდეს. წერილი შევიდეს. ეგ მოხდება ხუთშაბათს თუ მოხდება პარასკევს. თქვენ ჩემი დაბრუნების შემდეგ მეწოდინება ნახევარ დღეში. შენ უკვე ფინანსთა სამინისტროს შეთანხმებული შევიდა წამოვიდა. ხო არა, შეთანხმებული კი მაქვს, მაგრამ ეხლა გავიდა სამეთო. უნდა მივიდე დაველაპარაკო, არა აუხსნა. რატო მოხდა და იმიტომ რომ ხადაღა უნდა მოიხსნას ყველაზე მთავარი რა, როგორც თქვენ ვილაპარაკეთ, იქას უკვე ეგრევე. ხადაღა და იქასო ყველაფერი ჩაიხსნება, როცა გაგეთდება გრაფიკი და ვალდებულებაში ჩაიდება გარკვეული ქონება, როგორც აკეთებს ეს და რიგით სამინისტრო. ერთადერთი კეთილება უნდა იყოს ამისა, რომ ეს გაგეთდეს. იმ კეთილებას თქვენ მიიღეთ. ჩვენ მაქვს საკითხების მოგვარებაში და მაგნაირი საკითხების იმაში დახმარების სათხოვნელად და იმათ რო იყო გიამკიჩის რამდენი ფულია გადახდილი რა. რამდენი ფულია პარტიაშიც და იქ უშიშროებაშიც წაღებული რა. ახლა პარტია არ არის, მაგრამ იქ არსად არაფერი არ ჩანს, ხო? რა უნდა ჩანდეს, ბიჭო, მომისმინე ერთ რაღაცას გეტყვი რა. ეხლა მე არა, ეხლა რო ლაპარაკობთ რატო აკონკრეტებო რა. ეხლა არც იქ ჩანს, არც მეც არ გამოჩნდება არაფერი რა. რა სიხდი ეხლა შენ ვითხარ. არაფერი გია ერთოთი ხო. ანუ კონკრეტ ეხლა შენ რო ლაპარაკობ ახლა მომზე გადასრულებული კაცი ხარ. მე მომცა თული თქვათ მილიონი. მე მივედი და ახლა ვარ თაგერ უყურებთ მე მივედი ქართული ოფისის სიმაში და ვთქარ იცი გამომატანა ესა და ჩაწერეთ როულში ამის სადა სად გაგიგიათ ვინდღემ ჭიხმა არ გამიგია ბიჭო გავიგე მაგრამ ხო წავიდა იქ ხო მე სადღაც ხო უნდა იყოს კაცო დაფიქსირებული სადღაც რომ მივიდა ძმაო სადღაც რომ მივიდა შენ მეკითხები მე სად მივიდა ვიღაცა მაინც ხო უნდა იცოდეს ხო კაი არა იცოდეს ვინ აიცოდა რა მითხრა რა უნდა იცოდეს ია ირიცხებოდა ფული ძმაო ამდენი ფული მე ხა ძმობაში იციან ამათაც არჩევნებში ამონდენა 250,000 ლარი ფული მეცი ხო ეხლა რომ გავიგე უშლება იმას არ გადაუხდია მე ვიღებდით რამე ეს ფულს გვირიცხავდნენ რამდენი ვიცვალეთ არ გახსოვ გასაგებია გავიგე და გეუბნება ეს კაცი ხო და ეხლა კიდე და პროექტი უნდა მივიყვანოთ ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს 2,700,000 ლარის მათთვის გადახდის სანაცვლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოსა და ყადაღის მოხსნას პირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკუთარი გავლენისა და ნაცნობობის გამოყენებით უზრუნველყოფდნენ მისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის
კონკურენციისა და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გადაცემას. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპანიის წარმომადგენლების მოტყუებით თაღლითურად დაეუფლნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს 10,000 ამერიკულ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებული სახით დააკავეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზემოხსენებული კომპანიის წარმომადგენელს ვითომდა არჩევნების დასაფინანსებლად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის გადასაცემად 3 ეტაპად მოტყუებით ჯამში 350,000 ლარი გამოართვა. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილის და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.